მოგესალმებით პიპილეთიდან, რაჭიდან, ისევ აქ როგორც გითხარით, წამოღებული მაქვს წიგნები და მინდა რომ საქმე წინ წავიგდო და რაც შეიძლება მეტი ბალიშის პირი მოვხატო და ვიდეო ჩავწერო სკოლის დაწყებამდე. ახლა 30-ე წიგნის დრო დადგა და ესპანეთიდან უნდა გადმოვინაცვლოთ ნორვეგიაში. ამჯერად შევარჩიე ანე კატერინე ვესტლის, ნორვეგიელი მწერლის წიგნი ავრორა ზე კორპუსიდან. ამ წიგნის მთარგმნელი არის სოფო ქარჩხაძე და სულოკაურის გამომცემლობამ გამოსცა. ძალიან ძვირფასი არის ეს წიგნი ჩემთვის და მოგიყვებით ყველაფერს. ახლა ჩემს პატარა ბიჭს ძინავს და იმედი მაქვს რომ მის გაღვიძებამდე მოვასწრებ წაკითხვას. ძალიან ჰგავს მთავარი პერსონაჟის ცხოვრება ჩემს ცხოვრებას, რადგან ეს წიგნი ეხება სწორედ პატარა ამ წიგნში ჩვილია, ჩემი ჩვილი უკვე აღარ არის, მაგრამ მასაც დიდი ყურადღება სჭირდება ჩვილის მოვლას და მასზე მის მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებლობის განაწილებას. რატომ არის ეს წიგნი ჩემთვის ძვირფასი? ჩემი მესამე შვილი რომ დაიბადა, ლილე, უფროსი გოგო თეკლა იყო 11 წლის. და ჩემმა ექიმმა მახსოვს, როცა მეორე შვილი დაიბადა, მაშინ ასეთი ფრაზა მითხრა, რომ ყოველი შემდეგი შვილის დაბადება წინა ბავშვისთვის შეიძლება მოუშუშებელ ჭრილობად იქცეს, დიდი ტრამვა მიიღოს და ძალიან დიდი ყურადღება გუმართებს მშობლებს ამ დროს უფროსი და-ძმებისადმი. უბრალოდ შვილებისადმი. ამ ლალი ექიმის ფრაზები და რჩევები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობ რომ გავითვალისწინო და აი ეს რამდენიმე წინადადება მომაქვს ხოლმე ყოველი შეხვედრისას, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მეხმარება. ეს საოცარი ძალა აქვს მის დარიგებებს. და ახლაც მახსოვდა მის გამოცდილება, როცა მეორე შვილი დაიბადა და რა გავაკეთე ამისთვის. მახსოვს რომ ძალიან 7 თეკლა იმ პერიოდში, როცა გაბრიელი დაიბადა, გაღიზიანებული იყო, 3 წინახევრის იყო და ბაღის მეგობრები მოვიწვიე შინ სახლში რამდენიმე ბავშვი მშობლებთან ერთად და ორცხობილები გამოვაცხობინე ფორმებით. არ ვიცი რა ჯადოსნური ძალა ჰქონდა ამ ქმედებას და თითქოს თეკლა დარწმუნდა, რომ ისეთი ძვირფასი იყო ჩემთვის, ისე ვუთმობდი დროს და იმ დღის შემდეგ ძალიან გამარტივდა ურთიერთობები მასთან. რაც შეეხება, ხო, არ გვეგონოს რომ თქვათ პირველი შვილი თქვათ უფრო 11 წლის იყო ხო, როცა მესამე გაჩნდა და ამ დროს მშვიდად უნდა ყოფილიყავი, ყურადღება შეიძლება 20 წლის იყოს ბავშვი და მაინც ძალიან მტკივნეულად განიცადოს ყურადღების მოკლება და როგორც იცით, პატარას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება და თითქოს უფრო გახსნილები, უფრო გაღვივებდება ხოლმე სიყვარული სიტყვები ამ პატარასადმი და ჩვენ დაუნებურად შეიძლება ამ ტონშიც კი ძალიან დიდი ცვლილება იყოს. სწორედ ამიტომ მახსოვს რომ სამშობიაროში წავიკითხე თეკლასთვის მარია ფარის ვაფლის გულები და ამასაც გაგაცნობთ ჩემი მინაწერებით და ახლა როცა დაახლოებით 2 თვის იყო ლილე, გადავწყვიტე რომ ერთხელ წაკითხვის შემდეგ ეს წიგნი შემერჩია თეკლასთვის და წამეკითხა მინაწერებით. მინაწერებით კითხვა, იგივე მარკირებული კითხვა, რომ რის შესახებაც ხშირად საუბრობ ხოლმე, ძალიან კარგი საშუალება არის იმისთვის, რომ უფრო ჩაღრმავებულად წავიკითხოთ და გარდა გაგება გააზრებისა და იმის მაგალითად ეს რჩება ჩვენი მინაწერები, ხაზგასმული მონაკვეთები ხომ წიგნში და ნებისმიერ დროს რომ მიუბრუნდებით, შეგვიძლია აღვიდგინოთ წიგნის სიუჟეტი, მთავარი თემები. გარდა ამისა, მინაწერებს კიდევ უფრო სხვა დატვირთვა აქვს. მინაწერები ინახავს ჩვენს ცხოვრებას. მშობლებისთვის ჩემთვის ყველაზე დიდი დარდი არის, როცა გადის დრო და ჩემი შვილების ბავშვობა თითქოს მისხლტება ხელიდან და ვცდილობ რომ აი სხვადასხვა ფორმით შემოვინახო. ეს შეიძლება იყოს 10,000 ფოტო ან მათი ნახატების მოგროვება და ასე შემდეგ.
თითქოს რაც იყო ადრე, ხომ? თუ აი ამგვარად არ შემოვინახე, გვავიწყდება, გვინდა არ გვინდა და ამ წიგნმაც ხელახლა წავიკითხე. უდიდესი სიამონება მომანიჭა. თეკლასაც გავახსენე და მითხრა რომ მახსოვს რომ მეგონა რომ არ ქონდა წაკითხული და მე გამახსენდა რომ წაიკითხა მან ჩემი მინაწერებიანი წიგნი. ავტორი არის ქართველი მკითხველისთვის ძალიან საყვარელი და ნაცნობი. შეგახსენებ დედა, მამა და 8 ბავშვი და საბარგო მანქანა და შემდეგი 7 ნაწილი არის სრული ამ ოჯახის ისტორიის ნათარგმნი ქართულად. მანანა მათიაშვილია მთარგმნელი. თუ იმედი მაქვს არ მეშლება სახელი და გვარი. და ამ წიგნით შეიყვარა ქართულმა მკითხველმა ანე კატერინე ვესტლი. ეს წიგნი ახლა ითარგმნა მოგვიანებით 2019 წელს და სულ სხვა თემები არის წამოჭრილი, თუმცა აქაც ოჯახი არის, ოჯახი გვხვდება. ოღონდ თუ კი იქ მრავალშვილიანი ოჯახი, აქ ამ ოჯახს დაახლოებით 6-7 წლის გოგონა ყავს და პატარა ბიჭი, ავრორა და სოკრატე. მოდი ახლა მივყვები ხომ ვისაუბრე იმაზე რომ მნიშვნელოვანი არის ყურადღების განაწილება და მოგიყვებით მოკლედ რა ხდება ამ წიგნში. წიგნი გამოიცა 1966 წელს და აქ წამოჭრილი პრობლემები დღეს ჩვენ საზოგადოებაში აქტუალურია. მაგალითად გულისხმობ იმას, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟი ავრორა ავრორას ყავს დედა, მამა და პატარა ძმა, როგორც თქვი და დედა დეკრეტულ შობულებაში არ გადის, ძალიან პატარას, 2 კვირისას მგონი ტოვებს და მამა უვლის. მამა უვლის დედის ნაცვლად ბავშვს და ამ მოვლაში ავრორაც არის ჩართული. ეს ამ წიგნში მთავარი გზავნილები საზოგადოებისთვის შეიძლება ამოვიკითხოთ შემდეგნაირად, რომ როგორც ჩანს ნორვეგიაში იმ დროს აქ ძალიან ასე იყო მიღებული, რომ ქალები ძირითადად დიასახლისები იყვნენ, მამაკაცები მუშაობდნენ. და მამის, ავრორას მამის ეს ოჯახი გადადის კერძო სახლიდან მაღალსართულიან კორპუსში და იწყებს ახალ ცხოვრებას. ავრორას აშინებს ახალი გარემო. ამ შიშებზეც არის გამახვილებული ყურადღება და მამა რომ ჩნდება ამ ორ ბავშვთან ერთად, მაგალითად მამას გარეთ ხო, მაღაზიაში ან საავადმყოფოში აცრაზე მიყავს მამას ბავშვი, ან სახლს ალაგებს, წინსაფრით ხედავენ მეზობლები, ეს ყოველივე ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს სამეზობლოში და ჭორაობას იწყებენ ქალები ამ კაცის ირგვლივ. ყველას აკვირვებს და აქვე ჩანს ბავშვებიც, რომლებთან დამეგობრებასაც ცდილობს ავრორა. თამაშის დროს ავლენენ იმგვარ ფრაზებს და ურთიერთობების მოდელი გადმოაქვთ, როგორიც არის მათ სახლში დამკვიდრებული. მაგალითად, ის რომ ქმარი მოდის შინ, ერთი დედა, ერთი მამა, ერთი შვილი და მამა დედა ეუბნება, რომ ფარდები გავრეცხება თუ შენიშნე და მამა ამბობს, რომ ძალიან დავიღალე და ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე მსგავსი ფრაზები. ერთი სიტყვით ყურადღებას ამახვილებს ავტორი იმის შესახებ, რომ ეს არის არასწორი ქალებისა და მამაკაცების შრომის ამგვარი გადანაწილება და ის სტერეოტიპული აზროვნება, რომ ქალი აუცილებლად უნდა იყოს სახლში, ხოლო მამაკაცი კი უნდა მუშაობდეს. ავრორას ოჯახი სრულიად განსხვავდება ამ ხალხისგან. დედა იურისტია და სასამართლოში მუშაობს, მამა არის ისტორიის დოქტორანტი და პიანინოზე უკრავს. და ძალიან საინტერესო არის ამ კაცის
ყოველდღიურობა. აქ აღარ მახსოვდა, რამდენიმე დღის წინ ჩამოვწერე, ხშირად წერ ხოლმე to-do list-ს, ასე რომ ვთქვათ, დღის საქმეების ნუსხას, რაც მეხმარება ჩემი საკმაოდ შრომატევადი ყოველდღიურობასთან გამკლავებაში და მე ვხაზავ ხოლმე და რამდენჯერ მე ვხაზავ, ჯერ ხომ მაგალითად 1 2 3 ესე მაქვს ჩამოწერილი, იმას შემოვავლებ, მე გავხაზავ იმ საქმეს, არ ვიცი, იმდენად კარგი არის ხოლმე ის მომენტი, რომ დავასრულე ერთი საქმე. ჩემს მასწავლებლურ ჩემ პროფესიაშიც მეხმარება ეს მიდგომა, აი თქვათ ლიტერატურული კაფეების გამართვისას თუ ნებისმიერ ღონისძიებისას ყოველთვის მაქვს ჩამოწერილი სია, რას ვაკეთებ და იცით როგორი საქმეები მაქვს მიწერილი, აი ისეთი წვრილმანი საქმეებიც კი, იმიტომ რომ გონებაში ეს ლაგდება და თითქოს ტვინს ეხმარება, კვლევებიც წაკითხული მაქვს, რომ კვლევების მიხედვით ეს ტვინზე სხვაგვარად მოქმედებს და თითქოს აი მანქანასავით ხარ მომართული და უფრო ბევრ საქმეს ასწრებ. მოკლედ, ავრორას მამას ზუსტად მსგავსი გეგმა აქვს ჩამოწერილი და ძალიან კარგად აქვს გადანაწილებული დღის საქმეები, იმედი მაქვს წავაწყდები, აი აქ არის მაგალითად 7:30 სოკრატესთვის საფენების გამოსვლა და მარიასთან მიყვანა, შხაპის მიღება და ტანსაცმლის ჩაცმა, ყავის ადუღება და საფენების გამოხარშვა, ავრორას დახმარება თუ საჭირო გახდა, საუზმის მომზადება, სანამ მარია აბაზანაშია სოკრატეს ეტლში ჩაწვენა, საწოლების გასწორება და ოთახების განიავება, სანამ ავრორა სოკრატეს მისაღებ ოთახში ასეირნებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს კაცი ყველაფერს აკეთებს ფარდების გარეცხვიდან დაწყებული, საშობაო ორცხობილების გამოცხობით დამთავრებული, ბავშვის საფენებს ხარშავს და პარალელურად აქ დრო აქვს, მაგალითად 2 საათიანი მუშაობა უწევია, რადგან ისტორიის სახელმძღვანელოებს კითხულობს და ემზადება რომ დაამთავროს ეს დოქტორანტურა. ეს ამგვარად ფიზიკური შრომა და ინტელექტუალური მუშაობა გადანაწილებული აქვს, მორგებული აქვს დღის განრიგში აქვს ჩასმული ეს ყოველივე და ძალიან გამეცინა ეს გეგმა რომ აღმოვაჩინე, რადგან მეც ამგვარად ვცდილობ ხოლმე რომ მიუხედავად ამ მრავალშვილიანობისა და ბევრი საქმეებისა დღის განმავლობაში ინტელექტუალურ მუშაობას დრო დავუთმო. ძირითადად ეს არის წიგნის კითხვა, შეიძლება იყოს დღიურის დაწერა, ჩანაწერების დაწერა და პოდკასტის მოსმენა მაგალითად. და ამ ვიდეოების ჩაწერა კიდევ რაც ძალიან მახალისებს და თითქოს ამ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში მაბრუნებს და არ მაძლევს საშუალებას რომ მოვდუნდე. სიამონებას მანიჭებს, ჰობი არის ერთგვარი, რაც ვფიქრობ სხვებისთვისაც სასარგებლოა. ახლა ხო, მამაზე ვისაუბრეთ. ხო, მოდი აღზრდის თემებს შევეხოთ. მიდგომები, ბავშვთან მიდგომები და აღზრდის საკითხები თანმიმდევრულია ამ ოჯახში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიცით, რომ თანმიმდევრული იყოს აღზრდა და შეთანხმებულად მოქმედებდნენ მშობლები, ბებიები, ბაბუები ოჯახში ვინც არიან, ბავშვებისადმი ჰქონდეთ მსგავსი შეთანხმება იყოს, როგორ რჩევებს მისცემენ, როგორი წესები იქნება, ვთქვათ, სახლში, დისციპლინის ამბები და ასე შემდეგ, ხო? ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით თანმიმდევრული უნდა იყოს აღზრდა, მაშინ არის ძალიან შედეგიანი და ჰარმონიული ურთიერთობები. და ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნო არის ბავშვებთან ურთიერთობა. თუ ასე არ ვიმსჯელებთ, მაშინ გაგვიჭირდება და ტანჯვად იქცევა ბავშვებთან ყოფნა და ამ ვიდეოს ჩაწერისას მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ, რომ ფიქრობდი თუ რა უნდა მეთქვა თქვენთვის, რა არის მშობლობა. აი მშობლობის სიამოვნება და სიტკბოება ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ამ წიგნში. ერთი სიტყვით დედაც და მამაც ძალიან სწორ რჩევებს აძლევენ ავრორას, მათ აქვთ დრო განაწილებული, მიუხედავად იმისა, რომ დედა
ძალიან დაღლილი ბრუნდება ხოლმე შინ და აი თვალები ეხუჭება დაღლილობისას, მაინც გამოძებნის ხოლმე დასვენების შემდეგ დროს რომ ხალიჩაზე წამოწვეს და თავის შვილს ესაუბროს. მამაც რომ დაპირდება ავრორას მაგალითად ტყეში წაგიყვან წიგნის დასაწყისში, წიგნის ბოლოში, როცა დედამისი ავრორას ბებია ჩამოდის და საოჯახო საქმებს გადაიბარებს, მაშინ გაახსენდება ეს დანაპირები და მაშინ წაიყვანს ბავშვს ტყეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ წიგნში უბრალოდ წიგნიდან წამოვიღებთ აი ამგვარ სურვილებს, რომ ჩვენც გქონდეს დრო, ხარისხიანი დრო ჩვენს შვილებთან დღის განმავლობაში, თუნდაც რამდენიმე წუთი იყოს ეს. ღირებულებები, როგორი ღირებულებები აქვთ მშობლებს, ავრორას მამა არის საოცრად ტაქტიანი, კეთილშობილი ადამიანი, მზრუნველი და კეთილგანწყობილი სხვებისადმი. როგორ იციან ბავშვის განვითარების ეტაპები, ამაზეც არის გამახვილებული ყურადღება. მაგალითად, ავრორას ძალიან ეშინია ლიფტის და ეშინია ერთი ბიჭის, რომელიც თავდაპირველად უდიერად მოექცევა მას და დედას დახვდება ძალიან შორ მანძილზე და გაუკვირდება დედას აქ რომ აღმოაჩენს ასე შორს და ეტყვის რომ მარტო ვერ ავდიოდი და მიზესაც გაუმხელს ეს ტაქტიანად გამოკითხავს დედა და ეტყვის რომ გასაგებია მიუხედავად იმისა რომ ასე შორს წამოვიდა მამა არ გააფრთხილა დედა ამის გამო არ გაუწყრება ავრორას. მამა სულ ამშვიდებს ძალიან საინტერესო რჩევებს აძლევს რომ ის სანამ სხვებს გავიცნობთ ამისთვის ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს და ამიტომ შეიძლება ახალ ნაცნობობას ნაცნობები რომლებიც გაშინებენ შენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეს დროთა განმავლობაშიო. ძალიან საინტერესო არის საზოგადოება ამ წიგნში. ფაქტობრივად იჭრებიან ამ კაცის ცხოვრებაში, ქალები უტოვებენ ბავშვებს და უცბად წარმოვიდგინე რომ ჩემი ბიჭი რომ დაუტოვო, ახლა მეზობელს და უთხრა რომ მაღაზიაში ვარ შესასვლელი 1 საათი მჭირდება და 2 საათის შემდეგ დაუბრუნდე. აი ამგვარად ძალიან აინტერესებთ ამ კაცის ცხოვრება, სახლი როგორ აქვთ მოწყობილი, სად არის დედა და განსჯიან ამ ქალს რომ დედა მთელი დღე ქალაქში დაბორიალობს მაგალითად და ეს კაცი უვლის ამ ორ ბავშვს. ამასთან დაკავშირებით ძალიან ესეთი გულისხმიერი კომენტარებს აკეთებს მამა და მოკლედ როგორც მივხვდი ანე კატარინე ვესტლი ცდილობდა რომ აი 1966 წლის ნორვეგიული საზოგადოებისთვის გაეგზავნა მესიჯები რომ მამებსაც შეუძლიათ აღზრდა ბავშვის საოჯახო საქმების გადანაწილება დედებს მუშაობა თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ბავშვების აღზრდის საკითხებში პასუხისგებლობას ირიდებენ თავიდან. აქვე არის ისიც რომ ძალიან ხელმოკლე ოჯახი არის, ხელმომჭირნედ ცხოვრობენ, ხელფასიდან ხელფასამდე ელოდებიან რომ პროდუქტი იყიდონ და ერთ დღეს, როდესაც ხელფასის დღე უნდა მოსულიყო, საჭმელი აღარ ქონათ პროდუქტი და წავლენ მაღაზიაში ბოთლებს ჩააბარებენ და ისე იყიდიან ყავას და ფარშს მაგალითად და დაახვედრებენ დედას სახლში საჭმელს, რაც ძალიან გაახარებს ამ ქალს. კიდევ ხო ეს წიგნი მოკლედ ღირებულებებზე ვისაუბრეთ, აღზრდის მეთოდებზე, სტერეოტიპების მსხრევაზე, საზოგადოებაზე, რომელიც ჩანს ამ წიგნში და განათლებაზე. მოდი გავამახვილოთ ყურადღება, როგორც უკვე აღნიშნე, ეს კაცი არის ძალიან განათლებული, სულ სწავლობს და შვილებსაც სახელები
თავისი პროფესიის მიხედვით შეურჩია ავრორა განთიადის ქალღმერთი და სოკრატე, ბერძენი ფილოსოფოსი და ერთ-ერთი ეპიზოდია საშობაო საჩუქრებს არჩევს ეს კაცი და თავისი შვილის მეგობრებისთვის სამ მეგობარს გაიჩენს სამ ბავშვთან დაახლოვდება ავრორა და სამივეს წიგნებს ყიდულობს და ჩემი თავი გამახსენდა, იმიტომ რომ მეც ხშირად ყიდულობ ხოლმე ჩემი შვილის მეგობრებისთვის წიგნებს. ხო, მოდი ამაზეც ვისაუბროთ, ბავშვების, ჩვენი შვილების მეგობრები. ერთხელ, როცა დედა შინ დაბრუნდება, ავრორა ისეთ ფრაზას იტყვის, რომ გაოგნებისგან ყაბა ჩამოუვარდებათ მშობლებს და ეტყვის, რომ მივხვდი შენ დღეს ბრიტ კარენთან ითამაშე და დედა ჩემიც ყოველთვის ხვდებოდა თუ ვისთან თამაშობდიო. გავლენები, რომლებსაც ბავშვები განიცდიან თანატოლებთან ურთიერთობისას და ამავე დროს არის აქ ერთი უსაყვარლესი ბიჭი, კნური, სახელი თუ არ მეშლება, კნურე და დედმამა მამა საერთოდ არ ჩანს ამ ბავშვის და დედა ძალიან ბევრს მუშაობს, მარტო არის თითქმის ყოველთვის და შობის წინ დედა სამავთყოფოში მოხვდება და როგორ ყურადღებას აქცევენ ამ ბავშვს ავრორას მშობლები. ჩამოიყვანენ თავის სახლში, დააძინებენ, რადგან ბავშვს მარტო დარჩენის ეშინია და ერთი საყვარელი ეპიზოდია კნურე ჩამოიტანს ფქვილს საჩუქრად ავრორას მამისთვის და მოკლედ აი ძალიან დიდი სითბოთი, სიყვარულით არის ეს წიგნი გაჟღენთილი და თუ კი წინა წიგნი იყო დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის დასაკითხი, მოდი ეს წიგნი იყოს პირველ რიგში მამებისთვის დასაკითხი და შემდეგ უკვე დედებისთვის. რადგან მამებს მართლაც ჩვენ საზოგადოებაში ნამდვილად სჭირდება შეხსენება იმის, რომ როგორი რთულია ჩვენი ქალების და დედების შრომა და რომ გვჭირდება დახმარება, რადგან ხშირად დედის და დიასახლისის შრომა არ აღიქმება სერიოზულად და როგორი დამღლელია ეს მხოლოდ ალბათ ჩვენ ვიცით. რაც შეეხება წიგნის ბალიშისპირის აი ესეთი ამ დილას მოვხატე და ფრაზა არის ასეთი: მამა, მოდი ვილაპარაკოთ. როგორ ფიქრობ, დღეს კორპუსში ყველა ბედნიერია? ალბათ არა, მიუგო მამამ. ეს კორპუსი ხომ მთელი სამყაროა. სამყაროში კი ზოგს ულხის და ზოგსაც უჭირს. ამასობაში გაიღვიძა ნერსემ და იმედი მაქვს დამაცდის ბოლო რომ შევაჯამო ეს ჩემი საუბარი. ფრაზაზე ვიყავით ამონარიძე გაჩერებულები ამ წიგნში კორპუსში ცხოვრება როგორი საინტერესო და რთული შეიძლება იყოს ამავე დროს ესეც ერთ-ერთი მთავარი თემა არის და კორპუსი არის მთელი სამყარო და ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემი საცხოვრებელი კორპუსი კიდევ უფრო მეტად შემოყვარა და ძალიან ხშირად მახსენდება, როცა თქვათ სკვერში ვარ და ანთებულ ფანჯრებს ვუყურებ, გამოფენილ სარეცხს, ადამიანებს, რომლებიც ამ კორპუსში სახლებში ცხოვრობენ. სულ ეს ავრორას მამა მახსენდება და მისი სიტყვები, რომ ამ სამყაროში ზოგს უჭირს, ზოგს ულხინს და ზოგს რთული ცხოვრება აქვს გავლილი და ამ ბავშვებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ. მინდოდა რომ წარწერებზეც მესაუბრა, მაგრამ ძალიან ვრცელი ვიდეო გამომივიდა. მოდი წარწერების შესახებ ერთი წუთილილა წარწერების შესახებ ცალკე ვიდეოს ჩავწერ. ერთი წუთი მოიცადე. და ამ წიგნში ვიპოვე ასეთი ბარათი, ხო, ახლავე დავასრულებოდი, შენ ეს ჩაარჭე. ბარათი ხოდით. ამას ვიტყვი და მე გეთამაშები. რომელიც ჩემმა მოსწავლემ ნინი
მომწერა. დედამ წაიკითხა მას და ძალიან მოეწონა. ხო, მოდი, აი ვარსკვლავი. ძალიან მოეწონა. ერთ დღეში წაიკითხა მას, დაინტერესა ეს წიგნი და მეც დამაინტერესა და სულ წავიკითხეო. დამაცა და კითხვა, მოგწონს დედა წიგნი? ასეთი ნახატია. ნერსა შეხედე? როგორი ნახატია? გოგოები. მოდი წიგნში ჩავდოთ. და ეს წიგნი ჩემს ახლა უკვე მე-9 კლასში არიან, მე-3 კლასში იყვნენ მაშინ, საჯარო სკოლაში თბილისში რომ დავიწყე მუშაობა, მე-3 კლასელებს წავაკითხე, კლასის ეკითხავ წიგნად, გაიგენ ერსე? და ლიტერატურული კაფე გავმართეთ. კარგი, გემშვიდობებით, მომავალ წიგნამდე და წარწერების შესახებ ცალკე ვიდეოს შემოგთავაზებთ. გადაძეძგილია ეს წიგნი წარწერებით ჩემი შვილისთვის, ჩემს შვილს ვესაუბრები თეკლას. აი ესეთი